გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოში არაერთი ღონისძიება გაიმართა. ეროვნული სატყეო სააგენტოს ორგანიზებით მოხალისეობრივი პლატფორმა ტყის მეგობრის ფარგლებში ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია მოეწყო. მასში სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, კერძო სექტორის წარმომადგენლები და მოხალისეები მონაწილეობდნენ. ღონისძიების ფარგლებში წიწვოვანი სახეობის ნერგები დაირგო. სატყეო სააგენტოს ინფორმაციით ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე 31 ჰექტარი ფართობისთვის ტყის გაშენების პროექტი მომზადდა. ტერიტორიაზე ეტაპობრივად 25,300 სხვადასხვა სახეობის ხე და ბუჩქი დაირღვება. დღეს ჩვენ მოხალისეებთან ერთად, ტყის მეგობრებთან ერთად დავასუფთავეთ ჯვრის მიმდებარე ფერდობი, რომელიც ტყის მეგობრის ტყის საპროექტო ტერიტორიაა და აქ უკვე შემოდგომიდან დაიწყება ნერგების დარგვის სამუშაოები და იმედი გვაქვს, რომ გაცილებით მეტი მხარდაჭერი, გაცილებით მეტი მოხალისე და ტყის მეგობარი გვეყოლება მომავალში. დღეს არის გარემოს დაცვის მსოფლიო დღე და ჩემ მეგობართან ერთად პორტალ ტყის მეგობრის დახმარებით მოვედი როგორც მოხალისე, შევუდექით ყველა ერთად დასუფთავებას და ვფიქრობ, რომ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვან დღეს მონაწილეობა, რომელიც მხოლოდ დღეს არ უნდა აღინიშნებოდეს და ყოველ დღე უნდა აღნიშნავდეთ. ვისურვებდი კიდევ უფრო მეტი ადამიანი შემოგვიერთდეს და იყოს ამ დღეს ჩვენთან ერთად და არა მარტო დღეს.